რა დათმობაზე შეიძლება წავიდე კონკრეტულად. პირველი, უნდა თქვან, რომ უკან იღებენ იმ სიტყვებს, რაც თქვეს შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკავშირში ევროკავშირში ინტეგრაციისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, უნდა წაიღონ ეს სიტყვი, კი არა ახსნან რა იგულისხმოს. უნდა თქვან, რომ ჩვენ ეს მიგვაქვს უკან. მეორე რაც შეუძლიათ ახლა მათ გააკეთონ, ეს არის ან ამოიღონ, ან პრაქტიკულად გაანულონ კანონი გამჭრელობასთან დაკავშირებით. ეს ორი რამე უნდა გააკეთონ, მაგრამ ვინ გააკეთებს ამას? აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მე მგონია დღევანდელი გუნდი, ვინც არის ხელმძღვანელობაში, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება. ამიტომ ეს უნდა გააკეთდეს და შესაძლებელი არის, საჭირო არის, რომ აი ეს გუნდი გადახალისდეს. და ეს უნდა გააკეთოს ვიღაცა ახალმა ხალხმა. ეს არის მინიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს. დანარჩენი რა შეიძლება გაკეთდეს, მე არ ვიცი. როდესაც დღეს ქუჩაში გამოსული ხალხი ითხოვს რიგარიში არჩევნებს, უნდა მოითხოვონ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ქართული ოცნება ამაზე დათანხმდეს. და საერთოდ რას გამოიწვევს რიგარიში არჩევნები, მე მგონია, რომ საერთოდ კატასტროფა გამოიწვევს. ამიტომ მე მგონია, მინიმუმ თუ ჩვენ გვინდა სიტუაციის დასტაბილიზირება, ან ცდა რომ დასტაბილიზდეს, ახალი გუნდი და აი ეს ორი ინიციატივა.